ოდესმე გიფიქრიათ თუ არა, როგორ არის საერთოდ შესაძლებელი, რომ 9,5 კილოგრამზე მეტი წონის მანქანა არა უბრალოდ მიწიდან სწყდება, არამედ ოკეანეებსაც მშვიდად კვეთს. მასშტაბის გასაგებად წარმოიდგინეთ Airbus A380, მსოფლიოში ყველაზე დიდი სამგზავრო ავიალაინერი. მისი მაქსიმალური ასაფრენი მასა დაახლოებით 575 ტონაა. ეს იგივეა დიდ კერძო სახლს ჰაერში აწევა, რომ დაუპიროთ. ახლა კი კიდევ ერთი რეკორდი გაიხსენეთ. ან 225 მრია. ისტორიაში ყველაზე მძიმე თვითმფრინავი. ის 640 ტონაზე მეტი მასითაც კი აფრენილა. ლოგიკურად ასეთი გიგანტი სამუდამოდ მიწაზე უნდა იყოს მიწებებული, მაგრამ ფიზიკა სხვა რამეს ამბობს. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა მეცნიერების, ინჟინერიისა და 100 წელზე მეტი ექსპერიმენტების, შეცდომებისა და აღმოჩენების წყალობით. თავიდან კაცობრიობამ ჰაერში აფრენა საჰაერო ბურთით ისწავლა, მაგრამ ეს ჰაერში გამოკიდება უფრო იყო ვიდრე ნამდვილი ფრენა. გარღვევა მოხდა მაშინ, როცა მეცნიერებმა და ენთუზიასტებმა, როგორებიც იყვნენ ჯორჯ კეილი და ოტო ლილიენტალი, იმის შესწავლა დაიწყეს თუ როგორ ურთიერთქმედებს ჰაერი ფრთასთან, როგორი უნდა იყოს მისი ფორმა, რომ გაჩნდეს ძალა, რომელიც აპარატს ფრენის საშუალებას მისცემს და საერთოდ როგორ უნდა იმართოს მანქანა ჰაერში. შემდეგ დადგა გარდამტეხი მომენტი. 1903 წელი. ძმებმა რაიტებმა პირველად განახორციელეს მართვადი ფრენა ჰაერზე მძიმე აპარატით. სულ 12 წამი, მაგრამ ეს საკმარისი იყო მთავარი რამის დასამტკიცებლად. ფრენა შეიძლება არა ქარისნებით, არამედ ფიზიკის კანონებით. ამის შემდეგ დაიწყო რბოლა. პირველმა მსოფლიო ომმა ავიაციას რამდენიმე თვეში რამდენიმე წლიანი განვითარება მისცა. 1914 წელს შედგა პირველი კომერციული ფრენაც. ის მხოლოდ 34 კილომეტრი იყო, მაგრამ სწორედ ასე დაიბადა სამოქალაქო ავიაცია. შემდეგ გამოჩნდა დუგლას DC-3, რომელმაც მგზავრთა გადაყვანა მართლაც მომგებიანი გახადა. 1952 წელს პირველად იფრინა რეაქტიულმა დე ჰავილანდ კომეტმა. 1970 წელს კი გამოჩნდა ლეგენდარული Boeing 747, რომელმაც მთელი მსოფლიო დააკავშირა. და ბოლოს ორსართულიანი გიგანტი Airbus A380, რომელმაც დაამტკიცა, რომ უზარმაზარი თვითმფრინავები შეიძლება იყოს საოცრად მშვიდი, უსაფრთხო და ეკონომიური. მაგრამ ჩნდება მთავარი კითხვა: ამ გიგანტურ ლითონის მასას ჰაერში რა აკავებს? პასუხი 4 ძალაშია, რომელიც ფრენას მართავს. წარმოიდგინეთ სასწორი, რომელიც სულ წონასწორობაში უნდა იყოს. პირველი, წონა. გრავიტაცია თვითმფრინავს ქვემოთ ეკაჩება. მეორე, ამწევი ძალა. ის ჩნდება ფრთაზე, როცა ჰაერის ნაკადი მის ზედაპირს ევლება, რითიც წონას აკომპენსირებს და თვითმფრინავს ჰაერში გაჩერების საშუალებას აძლევს. მესამე, წევა. ძრავებს ძალიან მძლავრი გაწევის წარმოქმნა შეუძლიათ და აჩქარებას ქმნიან. მეოთხე, შუბლური წინაყოფა. ჰაერის ნაკადი, რომელიც თვითმფრინავს აფერხებს. ეს დაახლოებით იგივეა მანქანის ფანჯრიდან ხელს რომ გამოყოფთ. როდესაც ამწევი ძალა წონას აბალანსებს, ხოლო გაწევა წინაყოფას ანაზღაურებს, თვითმფრინავი სწორად და სტაბილურად მიფრინავს. თუ რომელიმე ძალა იცვლება, თვითმფრინავი იწყებს სიმაღლის მატებას, ქვემოთ დაშვებას, აჩქარებას ან შენელებას. მაგრამ ყველაზე საინტერესოა, როგორ ქმნის ფრთა ამ ამწევ ძალას. აქ იწყება ინჟინერიის ნამდვილი მაგია. თვითმფრინავის ფრთა ბრტყელი არ არის, მას სპეციალური პროფილი აქვს. ზემოდან უფრო ამობურცულია, ქვემოდან უფრო ბრტყელი. როცა თვითმფრინავი აჩქარდება, ფრთა ჰაერის ნაკადს მცირე კუთხით ეჯახება. ჰაერი ფრთას ზემოდან და ქვემოდან ევლება, მაგრამ სიჩქარე და წნევა განსხვავებულია. ფრთის ზემოთ ნაკადი ჩვეულებრივ უფრო სწრაფია და წნევა დაბალია, ქვემოთ ნაკადი უფრო ნელია და წნევა მაღალია. წნევის განსხვავება ქმნის ზემოთ მიმართულ ძალას. სწორედ ეს არის ის ამწევი ძალა. აქვე მნიშვნელოვანია დავამატოთ. საქმე იმაში არ არის, რომ ჰაერი უკანა კიდესთან აუცილებლად ზემოდანაც და ქვემოდანაც ერთდროულად უნდა მივიდეს. ეს მითია. ამწევი ძალა ჩნდება ფრთის ფორმისა და იერიშის კუთხის გამო. ფრთა ცვლის ჰაერის ნაკადის მიმართულებას, აჩქარებს მას ზემოდან და ქმნის წნევის განსხვავებას. არსებობს კიდევ ერთი გზა იმის გასაგებად, რატომ ინარჩუნებს ფრთა თვითმფრინავს ჰაერში. როცა საჰაერო ხომალდი მიფრინავს, ფრთა თითქოს ჰაერს ქვემოდან უბიძგებს და ნიუტონის მესამე კანონის მიხედვით, ჰაერი საპასუხოდ ფრთას ზემოთ უბიძგებს. ძალიან მარტივი ლოგიკაა. რაღაცას რომ მიაწვევი, შენც ძალას იგრძნობ. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეფექტი. ჰაერს უყვარს ფრთის ზედაპირზე მიწებება. ის ევლება ზედა ნაწილს და მიყვება მის მრუდს, ნაცვლად იმისა, რომ მოსწყდეს. ამის გამო ნაკადი უფრო ძლიერად იხრება ქვემოთ და ამწევი ძალა იზრდება. ამას კუანდას ეფექტი ეწოდება. რაც უფრო სწრაფად მიფრინავს თვითმფრინავი, ყოველ წამს მით მეტი ჰაერი გადის ფრთასთან და შესაბამისად მას უფრო ძლიერად შეუძლია ამ ჰაერს დაეყრდნოს. ამიტომ იკრებს სიჩქარეს ამდენ ხანს აფრენამდე თვითმფრინავი. მან უნდა მიაღწიოს სიჩქარეს, რომელიც საჭირო ამწევი ძალისთვის საკმარისი იქნება. რატომ არის საჭირო ფრთაწინები და ფრთაუკანები? დაბალ სიჩქარეებზე აფრენისა და დაშვებისას ჩვეულებრივი ფრთა უკვე საკმარისი არ არის. ამიტომ თვითმფრინავი ფრენის დროს მის ფორმას იცვლის. უკნიდან ფრთაუკანები გამოდის, წინიდან ფრთაწინები. ისინი ფრთის ფართობს ზრდიან, აძლიერებენ მის მოხრას და პროფილს, რითიც დაბალ სიჩქარეებზედაც კი საკმარისი ამწევი ძალის შექმნის საშუალებას იძლევიან. ამიტომ ხედავთ აფრენისას და დაშვებისას როგორ იშლება ფრთა და ვიზუალურად როგორ დიდდება.
ახლა იმაზე რაც თვითმფრინავს აჩქარებს. თანამედროვე ავიალაინერები იყენებენ ტურბოვენტილატორიან ძრავებს. ეს უბრალოდ რეაქტიული მილი არ არის, არამედ ძალიან რთული მანქანა. მუშაობის პრინციპი მარტივად რომ ვთქვათ ასეთია. წინ არის უზარმაზარი ვენტილატორი, რომელიც ტონობით ჰაერს ისრუდავს. ჰაერის ნაწილი ძრავის ბირთვში შედის, იკუმშება, ერევას აწვევს და იწვის. ცხელი გაზები დიდი სიჩქარით უკან გამოდიან და რეაქტიულ გაწევას ქმნიან. ჰაერის დარჩენილი დიდი ნაწილი ძრავის ბირთვს გარედან უვლის. სწორედ ამ ცივ ნაკადს მეუძღვის ლომის წვლილი თანამედროვე გაწევის უზრუნველყოფაში. მაგალითად, Airbus A380-ზე დგას Rolls-Royce Trent 900 ან GP 7200 ძრავები. თითოეული მათგანი დაახლოებით 310-დან 360 კილონიუტონ ბიძგამდე ავითარებს. თუ ამას ჩვეულებრივ ერთეულებში გადავიყვანთ, ერთი ძრავა ისე იკაჩება თითქოს 30-36 ტონა წონის აწევას ცდილობს. A380-ს 4 ძრავა აქვს, ამიტომ საერთო ძალის მარაგი უზარმაზარია. საკმარისი იქნებოდა 120 ტონაზე მეტის ვერტიკალურად ასაწევად ეს რომ შესაძლებელი იყოს. რატომ დაფრინავენ თვითმფრინავები ასე მაღლა? სამგზავრო თვითმფრინავები ჩვეულებრივ 9-დან 12 კილომეტრ სიმაღლემდე გადიან. ეს შემთხვევით არ ხდება. ასეთ სიმაღლეზე ჰაერი გაცილებით უფრო გაუხშოვებულია, რაც ნიშნავს, რომ წინაღობა ნაკლებია. თვითმფრინავი ნაკლებ ჰაერის დაბრკოლებებს ხვდება და მნიშვნელოვნად ნაკლებ საწვავს მოიხმარს. გარდა ამისა, ატმოსფეროს მაღალ ფენებში ჰაერი ბევრად უფრო ცივია და რეაქტიული ძრავები ასეთ პირობებში უფრო ეფექტურად მუშაობენ. იქვე ნაკლები ტურბულენტობა და მიწის რელიეფთან დაკავშირებული ნაკადებია. ამიტომ ფრენა დიდ სიმაღლეზე უფრო მდოვრე, სტაბილური და ეკონომიურია. როგორ ხდება აფრენა? მოდით ახლა ყველაფერი შევკრიბოთ. თვითმფრინავი ასაფრენის ზოლის დასაწყისზე გადის. პილოტები საჭირო ფრთაწინებს და თავუკანებს აყენებენ, არეგულირებენ სიმძლავრეს და თანდათან ძრავებს მაქსიმალურ სიჩქარეზე აყენებენ. ძრავები ბრუნვას ზრდიან და თვითმფრინავი თავდაჯერებულად ჩქარდება. ყოველ წამს ის უფრო სწრაფი ხდება. ფრთებზე უფრო მეტი ჰაერი გადის და ამწევი ძალა სულ უფრო იზრდება. პილოტები სიჩქარეს აკვირდებიან. პირველი მნიშვნელოვანი სიჩქარე V1-ია. ამის შემდეგ რაც არ უნდა მოხდეს, აფრენის გაუქმება უკვე შეუძლებელია. შემდეგი არის VR მომენტი, როცა პილოტი ფრთხილად თავისკენ ქაჩავს მართვის შტურვალს და თვითმფრინავის ცხვირი მაღლა იწევა. ფრთა ჰაერის ნაკადთან კიდევ უფრო დიდი კუთხით დგება. ამწევი ძალა მკვეთრად იზრდება და ერთ მომენტში თვითმფრინავი ჰაერზე მსუბუქი ხდება. ის მიწას წდება. შასი იკეცება, მთაწინები და ფრთაუკანები თანდათან უფრო ბრტყელ მდგომარეობაში ბრუნდება და თვითმფრინავი იწყებს სიმაღლის მატებას. რამდენიმე წუთში ის სამუშაო სიმაღლეზე გადის, დაახლოებით 10-12 კილომეტრი. აქ კი უკვე ყველაფერი წონასწორობაში მოდის. ფრთა თვითმფრინავის წონას იჭერს, ძრავები ჰაერის წინააღმდეგობას ანაზღაურებენ და უზარმაზარი მანქანა მშვიდად მიფრინავს 800-900 კმ/სთ სიჩქარით. ასე იქცევა აფრენა სტაბილურ საკრუიზო ფრენად, რომელშიც თვითმფრინავს მრავალი საათი შეუძლია გაატაროს. როცა თვითმფრინავი საკრუიზო სიმაღლეზე გადის, ის სწორად და თითქმის ადამიანის ჩარევის გარეშე მიფრინავს. სალონში ინარჩუნებენ წნევას და კომფორტულ ტემპერატურას, რომ მგზავრებმა არც გაუხშოვებული ჰაერი იგრძნონ და არც გარედან მომავალი ყინვა. ზემოთხომ ტემპერატურა შეიძლება -60 გრადუსამდე იყოს. ასეთ სიმაღლეზე ჰაერი უკვე იმდენად გაუხშოვებულია, რომ მზის შუქს თითქმის არ ფანტავს. ამიტომ ფანჯრიდან ცა შესამჩნევად უფრო მუქი, ღრმა ლურჯთან მიახლოებული ჩანს, ვიდრე მიწიდან. ხოლო ძრავები ოპტიმალურ რეჟიმში მუშაობენ და საწვავს ზოგავენ. თვითმფრინავის მარშრუტის დიდ ნაწილს ავტოპილოტი მართავს, ხოლო თუ ფრენა გრძელია, ლაინერი თანდათან შეიძლება უფრო მაღლა ავიდეს. საწვავის ხარჯვისას ის მსუბუქდება და შეუძლია უფრო მუნგებიანი ეშელონი დაიგავოს. როცა დაშვების დრო მოდის, თვითმფრინავი უბრალოდ არ ვარდება ქვემოთ. პილოტები ფრთხილად ამცირებენ წევას და საჰაერო ხომალდი კონტროლირებად რბილ დაშვებაზე გადადის. აეროპორტთან ახლოს გამოშვებულია ფრთაწინები და ფრთაუკანები, რათა მცირე სიჩქარეზე ამწევი ძალა გაიზარდოს. შასი ეშვება და სიჩქარე თანდათან მცირდება 800 კმ/სთ სიჩქარიდან დაშვების მომენტისთვის დაახლოებით 250 კმ/სთ-მდე. მიწასთან კონტაქტამდე პილოტები ოდნავ ცხვირს ზემოთ წევენ. ამ მანევრს ფლეირი ეწოდება და ის დაჯდომას არბილებს. შასის ბორბლები ზოლს ეხება. ფრთებზე სპოილერები იწევა და ამწევი ძალის ნარჩენებს ანეიტრალებს. ძრავის რევერსი და მოხრჭები სწრაფად ამცირებენ სიჩქარეს და რამდენიმე წამში გიგანტური საჰაერო ხომალდი უკვე მშვიდად მოძრაობს მიწაზე. და ბოლოს მთავარი კითხვა: რატომ მუშაობს ეს ყველაფერი საერთოდ? რატომ არ ვარდება ასობით ტონიანი თვითმფრინავი? იმიტომ რომ თითოეული ელემენტი ფრთის ფორმიდან ძრავის მუშაობამდე ფიზიკის კანონებს ემორჩილება. ფრთები უზარმაზარ ამწევ ძალას ქმნიან. ძრავები წარმოუდგენელ წევას იძლევიან. აეროდინამიკა ამცირებს წინაღობას, ხოლო თანამედროვე მართვის სისტემები აკონტროლებენ, რომ ყველა ძალა ბალანსში იყოს. თვითმფრინავი ჰაერში ინარჩუნებს თავს არა გრავიტაციის წინააღმდეგ, არამედ იმიტომ, რომ ინჟინერიამ ბუნების კანონების თავისთვის სასარგებლოდ გამოყენება ისწავლა. ამით კი დღევანდელი ვიდეო დასასრულს მივახლოვდა. რამდენი ხანია ეს სიტყვები არ მიდგომს. თუმცა აწევ ბევრ საინტერესო ვიდეოს დავდებ. ამიტომ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ზარის ღილაკის გააქტიურება. მადლობა რომ უყურეთ და მომავალ შეხვედრამდე.